ტრადიციულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ დევნილ მოსახლეობას აბარებს. პრეზენტაციას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის წევრები და მთელი საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოქმედი ამხანაგობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ ამ ფორმატში გაიმართა სამინისტროს მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, სადაც დეტალურად იქნა შეჯამებული დევნილთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები. მიღწეული შედეგები და ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც უწყება დგას. ძალიან ბევრ ამხანაგობაში იცით რომ ყავთ ვიღაცა ნიჭიერია. დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ანგარიშის წარდგენისას დეტალურად განიხილა სამინისტროს საქმიანობა პროგრამების მიხედვით, თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჯარაძემ. მან სამინისტროს გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დევნილთა მხარდაჭერა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის. აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ წარმოადგინა 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, სადაც მკაფიოდ და ობიექტურად იყო წარმოდგენილი ყველა ის პროექტი, ის პროგრამა, რომელიც ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული. 2026 წელს ბიუჯეტი გაზრდილია, შესაბამისად მთავრობას გვაქვს მოლოდინი, გვაქვს ენთუზიაზმი, რომ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ბევრ პროგრამას დავგეგმავთ, რომელიც პირდაპირ იქნება მორგებული ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებს. გამორჩეული იყო ყოველთვის დავით ფაცაციას მთელი სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის აი ამ სამინისტროს, აი ამ კონკრეტულ პირებს, აი ამ გუნდს ჰქონდათ ისეთი მოწოდება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა პასუხისგებლობა და მთავრობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. პრობლემები ბევრია, რასაკვირველია, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენციებია, ძალიან კარგი დამოკიდებულებაა და რეალურად ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი ექნება სათქმელი გაკეთებული საქმეების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების როლს. აქტიური თანამშრომლობისა და დევნილთა მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრმა დავით ფაცაციამ აღნიშნული ამხანაგობების წარმომადგენლები დააჯილდოვა. სიმბოლურად და სამახსოვროდ დაჯილდოების ცერემონია ემოციური აღმოჩნდა. ღონისძიების ამ ნაწილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც თავმჯდომარეები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ასრულებენ. სამინისტროს მხრიდან ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ძლიერ უკავშირზე, რომელიც უწყებასა და დევნილ მოსახლეობას შორის ჩამოყალიბდა და სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მიიჩნევა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ძირითადი ჩასახლებები მთელი ქვეყნის მასშტაბიდან წარმოდგენილები იყვნენ. ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ აფხაზეთის საზოგადოებას, თვითონ ამხანაგობის ხელმძღვანელები ამ ჩვენ სათქმელსაც მიიტანენ, ეს ვთქვათ, ყველა მაცხოვრებელამდე იმედია და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთობლიობაში ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, მიმდინარე პრობლემები, რაც დევნილებს აწუხებთ. ამ მხრივ ჩვენი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტების, მერიების, სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქების ერთობლივი საქმიანობით ჩვენ ვახერხებთ ამ მნიშვნელოვან პრობლემის მოგვარებას და მახარებს, მაძლიერებს, გვახარებს და უფრო მეტ შესაძლებლობის განცდას და მოლოდინს გვიქმნის მოქალაქეებთან ერთად, რომ უფრო მეტიც გამოგვივა. შეხვედრა კიდევ ერთხელ იქცა იმის დასტურად, რომ დევნილთა მხარდაჭერა ერთჯერად იქმედება არ არის. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ყოველდღიურ ზრუნვას, პასუხისმგებლობასა და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. სამინისტრო აგრძელებს დევნილთა საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, პრობლემების მოსმენასა და გადაწყვეტილებების ძიებას, რათა თითოეული ნაბიჯი რეალურ საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული. მოვისმინეთ შეფასებები დევნილთა სამინისტროსი, სამომავლო გეგმები, მიუხედავად იმისა, პირადად მე მათთან აქტიური კავშირი მაქვს ჩემი საცხოვრებელი კომპლექსიდან გამომდინარე და მადლობის მეტი მათთან ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გვეთქვის, იმიტომ რომ მუდმივად მხარდაჭერა არის დევნილთა სამინისტროს მხრიდან. გვეიმედება ჩვენი სამინისტრო და პირადად დავით ფაცაციას ხელმძღვანელობა. უპრეცედენტო შემთხვევა იყო დღევანდელი ჩვენი აქ ყოფნა. ჩვენ ჩამოვედით ზუგდიდიდან, ბატონი მინისტრი
დევნილებს ანგარიშს გვაბარებდა. ძალიან კმაყოფილები დავჭით, ამისათვის უდიდეს მადლობას უცხადებთ მთლიან დევნილთა სამინისტროს გუნდს და თავმჯდომარეს. და ყველაფერს აკეთებენ შეძლების და გვარად, რაც დევნილების საჭიროებებს ითხოვს. თავარი გზავნილი უცვლელია. ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე გრძელდება. მათი ხმა რჩება სამინისტროს საქმიანობის ცენტრში და ყველა დაგეგმილი პროგრამა ერთ მიზანს ემსახურება: თითოეული დევნილის ღირსეულ ცხოვრებას, სტაბილურობასა და მომავალზე ორიენტირებულ მხარდაჭერას.